ნონა სანარი ჩვენ ერთად ვარ და ერთად ვიქნებით ერთად დავწერთ როგორ მიდის პროგრამა იცოცხლე იცოცხლე მე მიმაჩნია რომ მართლა საკმაოდ მიუხედავი იყო ესე იგი ეხლა უნდა გაკეთდეს კანალიზაცია და იმის გამო რომ სატრანზიტო პუნქტია და ეხლა გზის გადატანა ხდება სხვაგან თავი რაც უნდა გაკეთდეს აქ უნდა იყოს კურორტული დასვენების ინფრასტრუქტურა და შეიძლება შემდეგ რაღაცას კარგ წყლის სისტემას, კარგ კანალიზაციას, გზებს ყველა სახლამდე მისულს. და ასევე სურამის ციხე უნდა გავაკეთოთ ისე როგორც ახალ ციხე და როგორც ვაკეთებთ გორს. უკვე ჩვენ გამოვაშთ არქიტექტორებმა და გავაკეთოთ ტურისტული მიზიდულობის ადგილი. დამსვენებელი რომ ჩამოდის, რომ ფულს იხდიდეს იმაში, რომ რაღაცას ნახულობს, რომ მე ბინებში გაჩერდეს, ხალხში გადანაწილდეს ეს ფული. მთელი არსი არის სწორედ იმაში, რომ უმუშევრობის დაძლევის ერთ-ერთი გზა არის ქცევა სურამის სრულფასოვან კარგი ხარისხის კურორტად. თქვენ ნახეთ ჩვენ როცა რაღაც კურორტს კიდევთ ხელს, ამას ეს ბოლომდე მიყვავს ყოველთვის. ეხლა რომ გზები არა რა თქმა უნდა, არქმან კანალიზაცია პირველ რიგში, ყველა სახლამდე მისული ინფრასტრუქტურა, განათება ცენტრის მოწყობა კარგად და სურამის ციხე უნდა გავაკეთოთ ისე, იმიტომ რომ ეს სურამის ციხე სინამდვილეში ახალ ციხეზე პატარა არ იყო. ახალ ციხეში რაც იყო დარჩენილი ბოლოს როცა ავაშენეთ რაბატი. აი ამ ხელა ამაზე პატარა იყო, იყავით ხო? ნახე ძალიან კარგ გაკეთეთ გავაკეთებთ სურამში. იმიტომ რომ სურამის ციხეს იმ ხელასახელი აქვს, იმ ხელა ისტორია, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ტურისტები ჩამოვლენ, ეს ნიშნავს რომ სახლებში გაჩერდებიან, ეს ნიშნავს რომ ფული გადანაწილდება, ეს ნიშნავს რომ სურამს გაუჩნდება კონკრეტული დატვირთვა და ფუნქცია და გეოგრაფიულად სწორად არის განლაგებული. უბრალოდ იმის გამო რომ დასავლეთ საქართველოს ცალკე ვეთერით აღმოსავლეთ შუაში რაც იყო, ის გამოგჩა ყველაზე მეტად. ეს მოხდა აქ. ამიტომ ეს არის ჩვენი პროგრამა, ეს არის ის რაც მე მინდა აქ გავაკეთო და არა იმიტომ რომ თქვენ პიდებით, არა იმიტომ რომ არჩენები, იმიტომ რომ თუ კარგად დააკვირდებით, ყოველთვის ეძახოდეთ, როცა ბათუმს ვარ ვითარებით, აბა ქუთაისს რატო არ კიდებ ხელს, როცა კახეთს ვარ ვითარებით, აბა ბორჯომს რატო არ მოკიდეთ ხელი. ნახეთ ბორჯომში რეები ხდება. ნახეთ ახალციხეში რეები ხდება. ნახეთ ქუთაისში როგორ გაკეთეთ. ნახეთ წყალტუბოს როგორ მოკიდეთ ხელი. ნახეთ საირმეს როგორ მოკიდეთ ხელი. სურამი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქართული ადგილი. ამიტომ ეხლა დრო დადგა სურამისად. რამდენი ხალხი იყოლებათ აქ პაციენტი? 1600 მინიმუმ. ძალიან მაგარია. ეს არის ხალხი რო რეალურად ხო ადამიანს როცა კბილების პრობლემა აქვს, მე აღარ აქვს არაფრის თავი უკვე. მთელი ორგანიზმი ეშლება, ხიმილი აღარ უნდა, სამსახურის სიარული აღარ უნდა, ოჯახის წევრებს ვეღარ უვლის და მე და თან როცა ადამიანს აქვს ბევრი სხვა პრობლემა კბილებაზე არ იცის ხო, ნუ არის არა, არ არის არა. არა და ჩვენზე უფრო დიდარ ქვეყნებს აქვს ეს პრობლემა, მე მინახავს ბევრ ქვეყანაში. ჩვენ არა ვარ დიდარი ქვეყანა, მაგრამ აი ესე ფულიც როცა გეკითხება რაზე შეიძლება ხარჯოთ, ეს არ არის ახლა პირდაპირ ვთქვათ, არჩენების პროგრამა, იმიტომ რომ ეს არ არის ის კატეგორია ხალხის ეს, რომელიც რაღაც საარჩევნო დივიდენდებს მან გადავდოთ მე ასე პლანზე არჩენები რა. კეთილშობილი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. რო გეგმავით ამ პროგრამას, მე გოგონა რომ აი ნუ ამის მეოთხეც ვფიქრობდით, რომ ამ დროში გაატარებთ რა. ამაზე რომ მოიქოქენ, რომ დაინახეს რომ ხალხს სჭირდება, ვეღარ ვაჩერებ. აღარ ვიცი ესე 15-20 ადამიანის მიღება დღეში ეს რაღაც გადაპირდა. და წარმოიდგინე ერთდროულად აკეთებენ საქართველოს 4 რაიონში. დავიწყეთ იმ რაიონები და სადაც ყველგან ჭირდება ეს ხალხს, მაგრამ სადაც ყველაზე მეტად ჭირდება. ალბათ ეს პოლიცია ჩათავდებოდა. ასე რომ ყველას დიდი მადლობა. მადლობა.